ცოტა ხნის წინ დასრულდა ძლიერი საქართველოს ლიდერებთან შეხვედრა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცალ-ცალკე ხვდება ოპოზიციურ პარტიებს და ამ შეხვედრების მთავარი განსახილველი საკითხი არის ის მოვლენები, რომელიც ვითარდება თბილისში რამდენიმე კვირის განმავლობაში და ამ მოვლენებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა არის მთავარი ინტერესის საგანი თბილისში ჩამოსული ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსები, ვინც ამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრობენ, საუბარს იწყებენ იმით, რომ ეს ვიზიტი და მათი შეხვედრა ქართული ოცნების ლიდერებთან არ ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მათ ლეგიტიმაციას ანიჭებს და აღიარებს როგორც მთავრობას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის განსახილველი საკითხი და მათ შორის ქართული ოცნებაც ამაზე უსვამს ხაზს. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი ჩამოვიდნენ ერთადერთი მანდატით, შეაფასონ ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და შეისწავლონ თუ როგორ ექცევა ქართული ოცნება და პოლიციური ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს. სწორედ ამის შესახებ მიაწოდეს მათ ინფორმაცია ევროპელ პარტნიორებს. ძლიერი საქართველოს ლიდერები ამბობენ, რომ მათ კარგად იციან თუ რა ძალადობრივ შემთხვევებთან ჰქონდა საქმე ბოლო კვირების განმავლობაში და გარდა ამისა ბადრი ჯაფარიძე საუბრობს ძალადობის მსხვერპლებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე და მათ შორის იმაზე, რომ სამართლებრივი სისტემა ქვეყანაში არ არსებობს და ის იმართება ქართული ოცნების მიერ. სწორედ ამ ვიზიტს დაუკავშირა მან ალეკო ელისაშვილის გათავისუფლება, რადგან გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას ასეთი მაღალი დონის ვიზიტის წინ და ვიზიტის დროს არ სურდა ქვეყანაში ყოფილიყო ამ აქციებზე დაკავებული პოლიტიკური პატიმარი და სწორედ აქედან გამომდინარე ვიზიტამდე გაათავისუფლა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანთან ჰქონდა ძალიან კარგი საუბარი ბატონ ვერსესთან. ის აქ არის არა ქართული ოცნების ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს არის 25 წელია უკვე ევროპული საბჭოს წევრი და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და მთავარი თემები, რომელთაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. და საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ პირველ რიგში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელა. ჩვენ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ჩვენ ხელთ არსებული იმას დაკავშირებით თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშის სწორება. ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკა არის სწორედ და მე მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. როდესაც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაზე საუბრობთ, პირველი მანიშნებელი არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება პროკურორის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს. ეს არის ჩრდილოეთ კორეული მოდელი, როდესაც სასამართლო უბრალოდ შტამპავს გადაწყვეტილებას პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე. ამ შეხვედრაზე ჩემი მოსვლის მიზანი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის იყო, რომ მე თქვა იმ ადამიანების სათქმელი მისთვის, რომლებიც ამას თვითონ ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ ან დაპატიმრებული არიან უკანონოდ, ან ისე არიან ნაცემები, რომ არ შეუძლიათ რომ დღეს აი ამ შეხვედრაზე იდე. მანამდე კი შეხვედრა გაიმართა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან. ამ გაერთიანების ლიდერებთან საუბრის დროს გაჩნდა სწორედ იდეა, რომ მომავალ კვირებში და დაახლოებით იანვრის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდეს ევროსაბჭოს წამების კომიტეტი, რადგან უფლებადამცველები უკვე ხშირად იყენებენ სიტყვა წამებას, როცა აფასებენ და საუბრობენ იმ ძალადობაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი ამ აქციების დროს პოლიციის მხრიდან. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ დაეთანხმა ამ იდეას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მიიღო მხედველობაში და შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ კიდევ ერთი დელეგაცია, უკვე წამების კომიტეტის დელეგაცია ჩამოვიდეს თბილისში ამ მოვლენების შესაფასებლად. თუმცა მას სჭირდება საპარლამენტო ასამბლეის თანხმობა და შესაბამისად როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ეს არ ვიცით. ასევე ეს ოპოზიციური გაერთიანებაც ამბობს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად ჩამოვიდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში. სწორედ ამ თემებზე საუბრობენ ისინი ოპოზიციურ პარტიებთან და ასევე ამ შეხვედრებზე ისინი ახმოვანებენ დაკავებულების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას, რომელიც ისმის მათი და მოქალაქეების მხრიდან უკვე 3 კვირაა.
აუცილებლად ჩვენი ინფორმაციით ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რომელსაც მათი აზრითაც ეს ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა. დაინტერესდნენ ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თვითონ თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ რომ არანაირი გამოძება ამაზე არ მიდის. ვერანაირ ლეგიტიმაციას და არანაირ ლეგიტიმაციის აღიარებასთან არ აქვს საქმე და ამას თქვენ თვითონ ნახავთ. არავით არის ლეგიტიმაციის ან რაღაცის დახმარების ხელის გაწვდენის ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ ეს ვიზიტი არ არის და ამას არ ემსახურება. ეს იყო ჩვენი საუბრის ან მნიშვნელოვანი ნაწილიც. მე თავად ყოფილვარ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მივლია ბევრ პრობლემურ ქვეყანაში და ის რომ შეიძლება ვიღაცას შევხვდე, ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ მის ასე ვთქვათ, უფლებამოსილებას ვაღიარებ. ამის აღიარება პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანაში ამის აღიარება და ლეგიტიმაცია არ არის. საუბრის საკითხი იყო ბევრი სხვა თემაც, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება და ჩვენ მეგვაჩნია რომ ახალ არჩევნებს რაც არის ძირითადი მოთხოვნა დღეს უნდა ხელი შეუწყოს ევროპის საბჭომ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ძლიერ საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ჩანიშნული ჰქონდა შეხვედრა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებთან, თუმცა კოალიციამ ერთობლივად და მასში შემავალი პარტიების ლიდერებმა ცალ-ცალკე გამოაქვეყნეს პოსტები სოციალურ ქსელში და თქვეს, რომ ამ შეხვედრაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ რამდენიმე მიზეზის გამო და მთავარი არის ლეგიტიმაციის საკითხი. ამ პარტიის წევრები, ამ კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ამ ვიზიტს თავისთვის სასარგებლოდ იყენებს, ამბობს, რომ თითქოს ეს უკვე ლეგიტიმაციის მინიჭება მათი მთავრობისთვის და შესაბამისად ამის საშუალება სამწუხაროდ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ქართულ ოცნებას თავად მისცა, ამბობს მაგალითად ელენე ხოშტარია და გარდა ამისა ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ამ ვიზიტის ფორმატში უნდა ხვდებოდეს მოქალაქეებს ქუჩაში, დემონსტრანტებს და უნდა ინახულებდეს ადამიანებს, რომლებზეც პოლიციამ იძალადა. და შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მართებული არ არის. რამდენიმე წუთში კი აქ ველოდებით უკვე გიორგი გახარიას პარტიის წევრებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი გუშინ ქართულ ოცნებას ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს და დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილსაც. და სწორედ ამ შეხვედრებს იყენებს ქართული ოცნება იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოს ეს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, თუმცა თავად ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ამ შეხვედრებზე გენერალური მდივანი თავად ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მინიჭებას, ეს არის მათი მანდატი, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში შეაფასონ. მას შემდეგ, რაც ისინი შეხვდებიან ოპოზიციას, სწორედ ამ თემებზე გაესაუბრებიან არასამთავრობო სექტორს.